მოგესალმებით ყველას, კვლავ მოგესალმებით Bros of Decay-ის არხზე. დღეს აგვზივარ ფრანგული მანუარის, შეიძლება ითქვას ციხესიმაგრეს წინაშე, უფრო ციხესიმაგრეს გავს. მაგრამ ეს ადგილი ისეთია, როგორიც ალბათ ცხოვრებაში არ გინახავთ და ალბათ YouTube-ზეც არ არის მსგავსი რამ. დავდივარ. საფრანგეთში და მსოფლიოს სხვა ადგილებში დავდივარ და Google-ის რუკებზე ვამოწმებ მიტოვებულ ადგილებს. მაგრამ ასე არ მოხდა გუშინ. გუშინ ამ ქალაქში პიცის საპირდლად წავედი და გზად ეს მანუარი დავინახე. ვიფიქრე, ალბათ მიტოვებულია მეთქი. კედელს გადავახტი, რომ მენახა მართლა მიტოვებული იყო თუ არა და აღმოჩნდა, რომ კარი ღია იყო. შიგნით კი მილიონობით დოლარის ღირებულების ანტიკვარიატი უბრალოდ მიტოვებული იყო. ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე გიჟური, არა, ეს უდაოდ ყველაზე გიჟური ადგილია, რაც კი ოდესმე გამომიკვლევია ამ 5 წლის განმავლობაში, რაც მიტოვებულ ადგილებს ვიკვლევ. და რასაც დღეს აქ ნახავთ, არის. უბრალოდ არარეალური. ასე რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან არ გინდათ გამოტოვოთ არც ერთი ნაწილი. წავიდეთ და დავათვალიეროთ. მზე ანათებს შენობაზე და ეს დიდებულია, დილა მშვენიერია. აქ ჩიტები ჭიკჭიკებენ და ეს ყველაფერი ამ უზარმაზარი სასახლის ეზოშია. როგორც ხედავთ, ეს ადგილი უბრალოდ უზარმაზარია. ჯერ გაგატარებთ ეზოში, სანამ ამ დაუჯერებელი მანუარის შიგნით შეგიყვანთ. ეს არის სახლის უკანა მხარე, როგორც ხედავთ, ვაუ, და ბაღი აქ წლების განმავლობაში მთლიანად გადაზრდილა, მაგრამ არის კიდევ ერთი შენობა, რომელიც ჯერ მინდა გაჩვენოთ. სანამ მთავარ ნაწილში შევალ, როგორც ხედავთ, და ამისთვის აქ უკანა ეზოში უნდა გავიაროთ. და აქ ციხესიმაგრის უკანა ეზოში ეს იქნებოდა მსახურების სახლი და მსახურების სახლში ციხესიმაგრის მსახურები ცხოვრობდნენ. და ისინი არ ცხოვრობდნენ ამ ადგილის მფლობელთან ელთან ერთად და აქვე ინახავდნენ ცხენებს და ედლებსაც. როგორც ხედავთ, აქ შიგნით იქნებოდა ცხენები და ალბათ ედლებიც, მაგრამ ისინი უკვე გამოყვანილია. აქ კიდევ უფრო მეტია. არ არის ასე ბევრი, კარგი. ფიქრობ, ეხლა დროა შევიდეთ მთავარ ციხესიმაგრეში. ოკეი. საკმაოდ რთულია. დიახ, ჩვენ შიგნით ვართ. სოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, ბევრად უფრო მეტ საგანძურს ინახავს, ვიდრე თავიდან გვეგონა. თუ ძებნას დავიწყებთ, შეგვიძლია აღმოაჩინოთ ისტორია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაფარული იყო. დღეს ჩვენ დავათვალიერებ დიდ ფრანგულ მამულს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისშია საწყისში აშენებული. ამ უზარმაზარი ადგილის ყოველი კუთხე სავსეა უძველესი რელიკვიებითა და ანტიკვარიატით, რომლებიც უსაზღროდ ძვირფასია. და ყოფილი მფლობელების მოგონებები მთელ მამულშია გაფანტული. რატომაა ეს ადგილი მიტოვებული? რა დაემართათ მის მფლობელებს? და ვინ დაისაკუთრებს ამ ადგილის ძვირფას ნივთებს? ის საიდუმლო კითხვები. ჩვენ პასუხს გავცემთ ამ შესანიშნავი ადგილის დათვალიერებისას. და ამ ფანჯრიდან შეგიძლიათ ნახოთ, რომ აქ ნამდვილად აშემონდრეულ ვარ. ბევრი ადამიანი დააკომენტარებს, რომ ეს ადგილი მიტოვებული არ არის. მაგრამ ნამდვილად ასეა. ვიღაცამ ეს ადგილი მიატოვა და ახლა გავიგებთ, რატომ მოხდა ასე. მაგრამ პირველი რაზეც მინდა ყურადღება გამომახვილო ამ ადგილას, არის ის, რომ აქ მიტოვებულ ანტიკვარულ ნივთებზე უამრავი სტიკერია გაკროლი, რომლებიც აქ დარჩა. ალბათ ისინი აუქციონზე გასაყიდად ამზადებდნენ და შემდეგ რაღაც მოხდა იმ ადამიანთან, ვინც აქ ცხოვრობდა. მაგრამ წინასწარ ბოდიშს მოვიხდი, რადგან ალბათ 100,000 ჯერ ვიტყვი სიტყვას გასაოცარია. ამ ადგილას, მაგრამ მართლა გასაოცარია, რომ ასეთი რამ შეიძლება მიტოვებული იყოს ისეთ სამყაროში, სადაც თანასწორობა ჯერ კიდევ ყველასთვის არ არის და.
ამ ადამიანებს, როგორც ჩანს, უბრალოდ არ აინტერესებთ. მილიონობით დოლარზე რაც მათ აქვთ და ზოგი ადამიანი შიმშილობს ირგვლივ სოფლიოში. ასე რომ ეს გაითვალისწინეთ და დიახ, ამის თქმის შემდეგ მოდით დავიწყოთ ამ ადგილის შესწავლა. პირველი ოთახი, რომელშიც ახლახან შევედით იმ ფანჯრიდან, როგორც ჩანს, ყოფილ მფლობელთა საძინებელი იყო. საწოლზე კიდევაც დარჩენილია ტანსაცმელი, აი ეს პატარა ქურთუკი საწოლზე, ასე რომ შეიძლება აქ ქვედა სართულზე ეძინათ და ვივარაუდოთ, რომ ისინი მოხუცები იყვნენ და ვეღარ ადიოდნენ ზემოთ, ამიტომაც დასჭირდათ საწოლის ქვედა სართულზე გადმოტანა. აქ კედელზე ნახატია, მაგრამ ხელმოწერა არ აქვს. მოდით შევხედოთ ამ ოთახს, აქ უკვე დგას ეს დივანი, ეს პატარა ტახტი. აქ ყველა მიუცავს ეს სტიკერები, რომლებზეც მისი აუქციონის ნომერია მითითებული. ბუხარი, ზეთყვავილებია დადგმული. ლამაზი ნამუშევარია. აქ გვაქვს ეს მაგიდა, რომელზეც დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ ვეცდები ვიპოვო რამე ნივთები, რომ გაჩვენოთ. თუმცა შეიძლება აქ მისამართები იყოს, ამიტომ ფრთხილად ვიქნები. ღმერთო ჩემო. მოდით შევხედოთ ამ საფოსტო მარკას, რომელიც ახლახან ვიპოვე კნეზდან. ეს არის საერთაშორისო საფოსტო. მარკა 1962 წლიდან 1982 წლამდე. გიჟური. მაგრამ რაც ახლა გავიგე ამ მაგიდაზე ქაღალდების დათვალიერებით არის ის, რომ ეს ადგილი ალბათ მიტოვებულია 1979 წლიდან. რაც ჩემთვის საკმაოდ არალოგიკურია, რადგან აქ არის გარდაცვალების ჩანაწერები და კიდევ მისამართიც კი, სადაც წერია, რომ ბატონი მერლო აქ ცხოვრობდა და გარდაიცვალა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ადგილი 40 წელია მიტოვებულია. ეს ძალიან დიდი დროა ჩემთვის. აქვე გვაქვს ეს ანტიკური კარა და ამ ლამპით, ეს მშვენიერი კვარცის ლამპა რა შედევრია. სხვა კუთხიდანაც გაჩვენებთ. ზემოთ სარკე. კარგი და შემდეგ შევდივართ დერეფანში. დერეფანი თავისთავად ნამდვილი შედევრია. პირველ რიგში აქ გვაქვს მუხის კიბე, რომელიც 2 კიბის მასშამდე ადის, რომელსაც მალე გაჩვენებთ. მაგრამ აქ ნახეთ კიბის თავზე ვაზაა დადგმული. სინათლე პირდაპირ შენობაში შემოდის და უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. აქ ეგვიპტური სკამი დგას, ძალიან ლამაზია. წავიდეთ უფრო შიგნით დერეფანში. ქალის ქანდაკება და უკანა მხარეს ხელმოწერა დავინახე. შეხედე ამას. მოდით შევხედოთ უკანა მხარეს ხელმოწერას. ფრთხილად გადავაბრუნებ. ხედავ, ვალენტინიან პარიზი წერია. ანუ პარიზშია დამზადებული. არ მინდა რომ გადღდეს, რადგან ალბათ 100,000 იღებს ან რაღაც მსგავსი. როცა პირველად შევედით შენობაში, ვერ დავიჯერეთ, რომ ეს ადგილი მიტოვებული იყო. უბრალოდ ვერ დავიჯერ. ვაუ. ეხლა აქ გვაქვს მოოქროვილი სარკე, რომელიც თავისთავად გამოყოფს დერეფანს. და აქ ამ ოთახში, ეს არის სახლის სასადილო ოთახი და გავანათოთ. დიდი სასადილო ოთახი, სადაც მნიშვნელოვანი ადამიანები იქნებიან მაგიდასთან. ვაუ. მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს ადგილი ადრე გამოიყენებოდა აუქციონზე გასატანი ნივთების საჩვენებლად. აქ გვაქვს ეს შაბლონები, ჩანგლები და კოვზები, ალბათ ვერცხლის. მიყვარს მარმარილოში გამოკვეთილი ჩაშენებული დეტალი და ეს ქანდაკების სახე, რომელიც აქ ზემოდანაა და თავს გვიჩვენებს. ჩიქები და თეფშები და ყველაფერი და სკარადებშია.
და კიდევ ერთი ლამაზი სარკე ზემოთ. ვაუ, აუქციონზე ნომერი 87. ამ ადგილს ასევე აქვს სამზარეულო. ვაუ, შეხედეთ ობობების ქსელებს, რომლებიც ჭერს ფარავს აქ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. სამზარეულო საკმაოდ დანგრეული ჩანს ჩემთვის და საერთოდ არ ასახავს ამ ადგილს. ეს არ გავს. ეს სრულად მარმარილოს ზედაპირის სამზარეულოა. ასე რომ შეიძლება ცოტა ცდებოდი აქ, მაგრამ დიახ, ასევე ჩანს, რომ ვიღაც ცხოვრობდა ამ ადგილას. აქ დარჩენილია თეფშები და ჭიქები და რაღაცნაირი სიცოცხლე იგრძნობა ამ ადგილას. დიახ, აქაც კი არის რაღაც საჭმელი, აქაც და აქაც, მაგრამ მთლიანად დაფარულია ობობების ქსელებით. ზოგიერთი ალკოჰოლის ბოთლიც კი არის აქ. იქ ქვემოთ. და მათ აქვთ საკუთარი ბუხარი სამზარეულოში, რა თქმა უნდა. სამზარეულოში აუქციონისთვის სტიკერები არ არის, ასე რომ არ იფიქროთ, რომ აქ რამეს წარმოადგენენ გასაყიდად. შემდეგ სამზარეულოდან გადავდივართ კიდევ ერთ ძველი წერტილში. ეს არის ერთ-ერთი აბაზანა ამ ადგილას. ვაუ, აქაც კი ფეხსაცმელები დევს ბიდეში. აქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ცოტა ობიანია. ორმაგი ნიჟარა. მოდით ვნახოთ, არის თუ არა რაიმე მედიკამენტი, ვნახოთ, ცხოვრობდა თუ არა აქ ვინმე. მოდით კედლებს შევხედოთ, იქნებ თარიღი ან რამე მსგავსი ვიპოვოთ. არაფერია მასზე. პოულო ბრალაც სამალს 2015 წელი, კარგი ეს არის 2015-დან, ხო, ეს უფრო რეალურია ჩემთვის, ვიდრე 1979. ეხლა ისევ დერეფანში ვართ, მაგრამ ოთახი, სადაც ეხლა შევდივართ, უბრალოდ სხვა სამყაროდანაა. უბრალოდ შეხედეთ და შეიგრძენით ეს ადგილი. რა? არა, აქ ყველაფერი ანტიკვარიატით და ჭაღებითაა სავსე, იატაკზეც კი. ეს ერთ-ერთი იმ საცავის ოთახთაგანია, რომელზეც გონი გესაუბრებოდით. ან რომ ეს სახლი ადრე ანტიკვარიატის საწყობად გამოიყენებოდა, არ არსებობს. მოდი ამ ოთახში გავიაროთ და გაჩვენებთ, რა დარჩა აქ. ლამაზი ნახატია. ეს არის შანის მთავარი სახე, აუქციონზე ნომერი 13. და ასევე ძალიან მომწონს ფარდები, რომლებიც აქ ფანჯარასთანაა, ფანჯრის გვერდით. Wall Street-ის სკამები. შეხედე ამ ფრთის ფორმის პიანინოს. ეს უბრალოდ სიგიჟეა, როგორ არის დაპროექტებული, თითქოს ნახევრად ფრთის ფორმის პიანინოა და უფრო მეტად როიალს გავს. მოდი ვნახოთ, რა წერია აქ. ის დამზადებულია შტრასბურგში, გერმანიაში. ეს იყო მეხუთე ლოტი აუქციონზე. ღმერთო ჩემო. უბრალოდ ფრთხილად იყავი, რომ აქ არაფერი დააზიანო. აქ ნახატები გვაქვს. ეს ვაზები შეიძლება $100,000-იც კი ღირდეს და აქ უბრალოდ დავიწყებულია. შეიძლება უბრალოდ შემოვიდე აქ და ეს დავიღო თუ მომინდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. აქ ბუხარზე ზედ ეს საოცარი სარკეც დგას. და კიდევ ერთი ოთახია აქ გვერდით. და ეს უფრო ჰგავს ოთახს, სადაც ხალხი ცხოვრობდა. მოდი დავათვალიეროთ ეს ადგილი. ხედავთ, კარადებში კიდეც რაღაცები დარჩენილია, ყავის საფქვავი აქაა,
რამდენიმე ქაღალდი, რომელშიც არ ჩავიხედავ, რადგან არ მინდა ამ ადგილის ნებარეობა გამომჟღავნო ბოდიში ამისთვის. ლამაზი საათის ციფერბლატი. ვაუ, აქ გვერდით რაღაც კოლექცია. შეხედე ამას. აქ გვერდით ქვებიცაა, ქვის კოლექციაც არის. კიდევ მეტი ვაზა, მედითებში, ლამაზი სარკე ზემოდან. ეს პიანინო თითქოს არ ჯდება ამ შენობაში, მაგრამ ალბათ ისიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. აისენბახი, ეს ბრენდი არასდროს მინახავს, ძაღლები კურდღელს ლოკავენ. და შეხედე ამ ხმლებს ბუხრის ზემოთ, უბრალოდ შესამჩნევად გამოიყურებიან იქ. როცა პირველად შევედით ამ ადგილას, ვიფიქრეთ, რომ ეს კატა ნამდვილი იყო, რადგან თუ მოძრაობ, ხედავ, რომ მისი თვალები შენს მოძრაობას მიჰყვება, სულ უყურებს კარადას, მთლიანად ხისგან, მუხისგან არის გამოკვეთილი. ბუდში ეს რა არის? რადგან ჩანთას გავს. ფოტო? ეს ფოტოაპარატისთვისია. აქ კიდევ ერთი სკამია მაგიდასთან, ზემოდან კი ეს ჭაღი. შეგიძლია საათობით და საათობით იარო ამ ადგილას. ეს სარდაფის კარის მსგავსად გამოიყურება. ჯანდაბა, დაკეტილია. ზემოთაც კი აუქციონის ნივთია, მაგრამ ხო მოდი ავიდეთ ზემოთ ამ ლამაზ კიბეზე და ვნახოთ რას ვიპოვით იქ. მოდი შევხედოთ ამ შედევრს. აქ კიბის შუაში ეს სკამია. მოდი ჯერ აქ მარცხნივ წავიდეთ, რადგან ჩემი მეგობრები ალბათ აქ არიან, ზემოთ ფოტოებს იღებენ. კიდევ ერთი აბაზანა გვაქვს, მეტი კარადები, სადაც ყოფილი მფლობელების სამედიცინო ნივთებია. ვაუ. ეს საკმაოდ ცარიელია, რაღაცა ისეთი, რაც აქამდე აქ არ გვინახავს. აქ მხოლოდ ეს დივანია. კარგი, წავიდეთ მეორე საძინებელში, იმედი მაქვს ის უკეთესია. აქ ზემოთ ჯერ არავს უვარ. ასე რომ, ესეც სიურპრიზია ჩემთვის. ვაუ, შეხედე ამას. ოთახის შუაში ეს მახვილია დატოვებული. რა ხდება? ღმერთო ჩემო. ობობის ქსელები ფარავს მას. აქ ცხენის გრავიურაა. მოდი ეს კარგად დავაბრუნოთ თავის ადგილზე. ღმერთო ჩემო. აქ კედელზე ეს ხმლებიც გვაქვს? ამ ხარეს კიდევ ერთია. შეხედეთ ამ დიდებულ სკამს აქ, რომელზეც აქ ცხოვრები ადამიანი დილით იმოსებოდა. აქ ყავის მაგიდაზე რამდენიმე ტყვია, გერმანული სასმისიც.
მას აუქციუმის ნიშანი აქვს. შეიძლება ვიღაც ცხოვრობდა აქ და შემდეგ გარდაიცვალა. ანუ ამ ქვეყნიდან წავიდა, გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი რაც აქ არის, აუქციონზე გაეტანათ. მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ ან ვერ შეთანხმდნენ რამეზე. ვაუ, აქ არის საბრძოლო გერბი. შეხედე ამ საათის ციფერბლათს, სარკის თავზე, ბუხრის თავზე აქ. ეს უბრალოდ დიდებულია და მას მინის თავზეც კი დაადეს, რომ მთრუისგან ან სხვა რამისგან დაეცვათ. ვაუ. ზევით ისინი ზვიგენის კბილებს კვანან, კედელზე კიდია. უბრალოდ ცოტა ახლოს მიდი და შთაბეჭდილებას მიიღებ. რას ხედავთ აქ ქვემოთ? ვიკინგების სასმისი რქები, ან რქები, რომლებიც შეიძლება ჩაბერვა, ზუსტად 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, ასევე გაზის ნიღბებიც გვაქვს აქ ხუმელის გვერდით. ერთი აქ არის. რაინდის ქსოვილი. მის უკან מחვილით არ არსებობს. ახლოს მივალ, რომ უკეთესად დაათვალიეროთ. ნახეთ რა ლამაზია ეს ნამუშევარი. და ოთახის შუაგულში, ამ ოთახის მთავარი ელემენტი საწოლია. დიახ, ვფიქრობ ასე იყო. აქ ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც გარდაიცვალა და მის ნივთებს აუქციონზე აპირებდნენ გატანას, მაგრამ არ გამოვიდა. აქ იარაღი ცდებს. ალბათ ჩემს ცხოვრებაში აღარასდროს დავიჯერ ესეთ რამეს ხელში. კარგი. და რა თქმა უნდა, ჭაღიც. და რა თქმა უნდა, არც ჭაღი დაგვავითლდეს. მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოს გარშემო ადგილებს ვიკროვდი, ესეთი რამ ჩემთან არასოდეს მომხდარა, რომ ადგილი მეპოვნა, სადაც ამდენი ანტიკვარია. მე და უილიამი უბრალოდ უყურებდით აუქციონის საიტს, სადაც ეს ანტიკვარიატებია. ისინი იქ აღარ არის, მაგრამ მსგავსი ნივთები კიდევ არის და კი ესეთი კარადები 1000-ობით ევრო ღირს და ეს უბრალოდ სიგიჟეა. შეხედეთ ამ მშვენიერ ნივთს. რიდერი, ღამით აქ ჩასვლა, ღამის კვეთები, კარგი. და შემდეგ შევდივართ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საძინებელში. ვაუ. მოიხედე ამაზე, ტელესკოპი აქ არის, პატარა, ალბათ ნავებზე იყენებდნენ. კარადა აქ, ქვემოთ. კარდის კამია კუთხეში. ესე ძალიან მომწონს, ეს ფრანგულ სოფელს წარმოადგენს, მასზე გასაღებიც კი არის. მოდით, ცალოდ გავხსნით. აღარ იღება. იქნებ ზედა გაიხსნას. არა, ესეც შეუძლებელია. ეს საოცარი ბუხარი აქვს. გულისხმობ, უილიამ, უბრალოდ შეხედე ამ საათს. ეს დაახლოებით 2500 ევრო ღირს. სახეებიცა. მოდი აქეთ, აქ შოკოლადის ცხოველია, ვნახოთ. ოხ, ეს 2008 წელს გავიდავა და უკვე ობიანიაც არის, ვაუ. და ყველაფერი. აი პირველი სურათი, სადაც ვიღაცა ამ ადგილას არის გადაღებული. შეხედეთ ამ კაცს.
შეიძლება ის მფლობელი იყო. ამ სურათში უკვე საკმაოდ მოხუცად გამოიყურება, ასე რომ შეიძლება ამ ადგილის მფლობელი ყოფილიყო. მოდით ეს გავხსნათ. აქაც კი ცოტა ფულია დარჩენილი. ვაუ. ეს არ არის, ესენი ძველი ბელგიური ფრანკებია. Unbelievable. დაჯერება ძნელი. შემდეგ საწვის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ეს ლამაზი ნახატი. და ახლად დაბადებული ანგელოზი ამ სამყაროში. და ეს ნივთი, ზევით, ეს ანტიკური ნივთი, ადრე ფარდებს იჭერდა, რომლებიც საწოლზე ეკიდა, მაგრამ ეხლა ისინი აღარ არის. კარგი, დავბრუნდეთ. აი ამ საძინებლის სველი წერტილი. აქ კიდევ ერთი სურათია, მაგრამ ამაზე ჩანგალია დამოსახული. მე მინდა მთელი სახლი გაჩვენოთ, მაგრამ ვიდეო ალბათ 1 საათი გაგრძელდება, რაც ჩემი ჩვეულებრივი ვიდეოებისთვის უჩვეულოა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისს ვაკეთებ, რადგან მინდა ყველაფერი გაჩვენოთ, რაც ამ ადგილას არის. აქ ზემოთ ჭაღია. კარადა, სარკეც. ბრუნდებით დერეფანში და ეს საძინებელი ბოლოში კიდევ უფრო გიჟურად გამოიყურება ვიდრე წინა. ეს უფრო ბავშვების საძინებელს გავს. შეგიძლიათ ნახოთ, ფარდები ძალიან პატარაა. აქ ერთი საწოლი იქნებოდა. აქ ზემოთ ეს სურათია. ამ პატარა გოგოს სურათია აქ ზემოთ. რბილი სათამაშო ცხოველი ჯერ კიდევ აქ არის. წაღუნა. და ცხენოსნობის ქუდი. მოდით შევხედოთ აქ შიგნით. ამ პატარა ქალბატონის, ამ პატარა გოგონას ყველა ტანსაცმელი ჯერ კიდევ აქ არის კარადაში. ვაუ. აქ გვაქვს ამ პატარა გოგონების ორი პატკნის ქანდაკება. ბუხრის ზედა ნაწილზე დგას ეს სხვადასხვა ქანდაკებები. ეს კიდევ ერთი ასეთი. მოდით ნახოთ, მოდით ერთს გავხსნათ. ისინი გამოიყენებოდა ფულის დასათრველად, ბუღალტერიაში ძველად და შეიძლება მაგიდადაც იყენებდნენ. მაგრამ ასევე ჰქონდათ პატარა სამალავები. ზუსტად არ ვიცი როგორ მუშაობს, მაგრამ გონია რომ თუ ამ უჯრას გამოიღებ და შემდეგ ამას გახსნი, აქ ქვემოთ პატარა სამალავია ფულისთვის და მსგავსი ნივთებისთვის. და იქ უკან კიდევ ერთია, ასე რომ შეგიძლია ფული აქ დამალო და არავინ იცის სად გაქვს ფული. ხედავ? ასე მუშაობს. ხოლო და მე ხურავ. კეტავ ამ წეულ რაღაცას და უსაფრთხოდ ხარ. ქანდაკება, ქალის ქანდაკება ზემოდან. აქ კიდევ უფრო მეტი საბავშვო სათამაშოა. მოდით შევხედოთ მის აბაზანას. კარგი, და აქედან გადავდივართ სახლში უფრო შიგნით. გონი ეს სართული მთლიანად დავათვალიერე, ასე რომ ახლა დროა ზემოთაც შევხედოთ. აქ კიბეზე გავჩერდი, რომ გაჩვენოთ ყველა ცხოველის თავი, რომელიც აქ კიდია. ასევე აი ეს ვაზა აქ ფანჯრის წინ ძალიან დიდია. ვიდეოდან კარგად ვერ მიხვდებით, მაგრამ მინიმუმ 1 მეტრი სიმაღლისაა. აქ ქვემოთ შეხედეთ კიბეების საფეხურებს. კარგი, მოვესალმებით ამ დიდებული სასახლის ზედა სართულზე. ორი რბილი სკამი აქ კუთხეშია და მე აქედან დავიწყებ.
აიდ. აქ რაღაც კიბეა, ალბათ სახურავზე ასასვლელად. აქ არის სახურავის ფანჯარა, რომელიც შუაში ანათებს ოთახს. ლამაზი სარკე, შემდეგ შევდივართ აბაზანაში. საკმაოდ უბრალო აბაზანაა სინამდვილეში. ეს, როგორც მე ვფიქრობ, არის ციგის ტიპის საწოლი. კარგით, ხალხმა კომენტარებში მითხრა, ასევე ყოველთვის ძალიან კარგია, როცა ადამიანები მისწორებენ და მეუბნებიან, რომ ეს ანტიკვარული ნივთია, ის კი ის ნივთიო. ასე რომ გააკეთეთ ეს ამ ადგილზეც, რადგან ეს ძალიან მეხმარება. აქ ადრე სარკე იყო, ან ეს არის ჩარჩო ფოტოსთვის, ან რაღაც მსგავსი. შენობა წლების განმავლობაში ოდნავ უბიზდება. ახლა კი ხო, ძალიან სამწუხაროა ასეთი ლამაზი შენობისთვის, თუნდაც კარის სახელურები ამ ადგილას. ოქროსგანა, ვაუ. შემდეგ გვაქვს კარადა ამ ოთახში, კარადა ბოდიში. ქალიას ქუდი და კიდევ სხვა რაღაცები ქვემოთ. აქ ქვემოთ არის ტუალეტი, მაგრამ ამას არ გაჩვენებთ. მე და უილიამი ახლახან შევედით ამ კაბინეტში. ალბათ ამ ადგილის ფლობელისაა, მაგრამ გვერდით ეს ქრის კოლექცია ვიპოვეთ და ორივეს ძალიან დაგვაინტერესა. და ის რაღაცას ხსნიდა. რა არის ეს? უბრალოდ დაატრიალე. შიგნით პატარა ქვებია. ხე. და თქვენ ასევე იპოვეთ ქვები 1948-დან. ვაუ, აქეთ შეხედეთ. ეს არის 1941, 1939. ეს ალბათ სადღაც მსოფლიოში შევაგროვე. სხვადასხვა სახის ქვების უჯრები და უჯრები. კარგი, ამ ოთახში ქვების კოლექციის გარდა კიდევ სხვა რაღაცებიც გვაქვს. და ეს ალბათ ამ ადგილის ფლობელის კაბინეტი იყო, სადაც ეს ყველაფერი მოვაწყვეთ. აქ სურათებიც არის. მაგრამ ფრთხილად იყავი. აქ არის კაცი, რომელიც ნავზე თევზაობს 2004 წელს. ვაუ. შეხედე ამას, მაგიდა გზევითაა. მიყვარს ეს კალენდრის რაღაცა. ასე რომ დაატრიალო თუ დააწვევი, შეიცვლება მგონია. ბეჭედი. არა, გასასწორებელი ბოდიში. ეს პატარა კარადა გვერდით. This stuff. არ ვიცი რისთვის გამოიტანებოდა ეს. ეს მოსაწევი მილი ყოფილა ბოდიში, ვაუ. წიგნების კარადა აქ არის, სავსეა წიგნებით. ლამაზი საძინებელი. საწოლი ისევ გაწყობილია, ზედ რამდენიმე ქოლგა. მე. მეც დავიკარგე, მიყვარს ეს საგანძურის ხუთი. გავხსნათ, აქ კალენდარია, რენესანსის ეპოქის კალენდარი. სრუსკამი აქ გვერდით. ნეატერონ, ნიჟარა და ბიდე მათ საძინებელში. სუნამოს პოთლები და ყველაფერი. შეხედე ამ ქვემოთ მდგომ სართავ ჩარხს. ესეთი უნიკალური ნივთია.
და ვიტრინაც ასევე. ეს საკმაოდ ბნელია. ეს ამ ადგილის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საძინებელია. მოდით შიგნით შევიდეთ. ეს საძინებელი არ იყო, უფრო დასასვენებელი ოთახი იყო. პიანინოს ოთახი. ხედავთ, აქ პიანინო დგას, ეს არის ვერსალიდანა. ეს ვერსალის სასახლიდანა არ მჯერა. შეხედეთ ამ ნივთს, მათ პიანინოს კლავიშების დასაფარად სპეციალური ქსოვილიც კი აქვთ. აქ სხვადასხვა თოჯინა, სკამი გვერდით დგას. ესენი რა არის? ისინი აზიური ჩოგნების, ან პინგ-პონგის ჩოგნების მსგავსია, ან რაღაც მსგავსი, ძალიან საინტერესოა. აქ გვერდით სინგერის საკერავი მანქანაა. ასეთებს ჩვენ საკმაოდ ხშირად ხვდებით სინამდვილეში. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებული არ არის, მაგრამ მას აქვს უნიკალური მოწყობა მის წინ მდგომის სკამით. მაგიდან, ალბათ ბავშვისთვის, გამოიყურება როგორც რაღაც ყუთი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყუთი არ არის. სხვადასხვა ჟურნალი აქ გარადაშია, ვაუ. მოდით ამას შევხედოთ. ეს დაკეტილია. მგონი რაღაც საიდუმლოს მალავს უკან. არა, რატო არის დაკეტილი? ეხლა კიდევ უფრო მეტად მინდა ვნახო რა არის იქ უკან. იქნებ უფრო ძვირფას ნივთებს ინახავს. სიგიჟეა. მოდით აქ შევხედოთ. კიდევ ერთი სველი წერტილია. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ობობის ქსელებიც კი ისევ აქ არის და აქ არავინ შესულა. უკვე თვეებია, ან შეიძლება წლებიც კი გავიდა. პატარა კარადა, ცხენის სურათი. ეს ნამდვილად არაფრით განსაკუთრებული არ არის, ფიქალის საწოლი. ჰოლოვეიში წასასვლელად. შემდეგ შევდივართ იმ ადამიანის გასახდელში, ვინც აქ ცხოვრობდა, გარდერობის ოთახში. ვაუ. ეს ძალიან განსაკუთრებულია. მოდი ვნახოთ. მათი ტანსაცმელი, ხო, ყველაფერი ისევ აქ არის დატოვებული. ყველა ჩანთა და ესენი რა არის? საკმაოდ საინტერესოა. ეს მინდა ვნახო, ერთს გულისხმობ, შპალერს გავს. კი, ეს შპალერია, შეგიძლია ნახო. აქ შპალერის რულონებია. მე კიდევ ერთი ავიღე, პატარა კომოდი. ეხლა აქ გვაქვს ამ ადამიანის ტანსაცმელი. ვაუ, ესენი საკმაოდ ელეგანტური ტანსაცმელია. ცხოველის ტყავის ტანსაცმელი. ოჰო, ეს მტკიცეა, ჭანდაბა. მაშინაც კი ცხოველები ვით სუნი აქვს. ბოლო ავიღე. მოდი აქ სკამზე დავждეთ და ცოტა დავისვენოთ. იმიტომ რომ ეს საკმაოდ გრძელი ვიდეო იყო, მაგრამ თითოეული ნაწილი ძალიან მომეწონა. ეს ადგილი უბრალოდ დაუჯერებელი იყო. როცა გუშინ ღამით აქ შემოვედი და ვნახე, რაც ვნახე და რაც აღმოვაჩინე, ვერ დავიჯერე საკუთარი თვალები. მაგრამ ეხლა ყველაფერი გადავიღე და იმედი მაქვს თქვენც ისიამოვნეთ ამ დაუჯერებელი ფრანგული მამულის თუ სასახლის ნახვით. როგორც გინდათ ისე დაარქვით. თუ მოგეწონათ, ვთხოვთ დაალაიქოთ ეს არხი, ეს ეხმარება არხის განვითარებას. გამოიწერეთ არხი თუ გსურთ კიდევ ნახოთ ასეთი ადგილები. აღწერაში არის პატარა ბმულიც Patreon-ზე, სადაც შეგიძლიათ არხის მხარდაჭერა. ასე რომ ყველაფრისთვის დიდი მადლობა და როგორც ყოველთვის, მომავალ კვირას შევხვდებით. Bye bye.